ამ ვიდეოს წერთ ახალგაზრდებისთვის. ადამიანებს, რომლებიც სულ ძიებაში არიან. არავის არ აქვს ის ისტორია და წარსული და ის ფესვები, ის ნიჭი, რაც თქვენ გაქვთ. დღეს ყველაზე მეტად საქართველოს ჭირდება ეხლა სოფლიოს მიაწვინოს ხმა. მანამდე ხო სუგვესმოდა შევარნაძემ ბერლინის კედელი დაანგრია, შევარნაძემ ბერლინის კედელი დაანგრია და ამით იყო შევარნაძე ჩვენი მეფე ხო, რომ ბერლინის კედელი დაანგრია და მე მქონდა ვალი. ბერლინს კი არა. თქვენ უკვე იცით ვის ემსგავსებით, ცუდად არ ვამბობ ამას. პირიქით რაღაცა უკეთესობისთვის ვამბობ. არის ესეთი მცენარე უდაბნოსი, რომელიც იზრდება უდაბნოში და შემდეგ როგორ გრძელდება მისი ცხოვრება. მოწყდება ფესვებს და ქარს ამ ბარხანებზე მიაქვს, მიგორავს და არის ადგილის ძიებაში ეს მცენარე. შეიძლება რა ვიცი, ერთი 100 წელი იგოროს, იმიტომ რომ გამომშრალია, გამხმარია, შიგნით ესეთი თესლებია მისი და თუ ოდესმე რამე ადგილი იპოვა ესეთი სახარბიელო, სადაც შეუულია რომ ფესვი მოიკიდოს, ისი განაგრძობს ცხოვრებას და მრავლდება. დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდები აი რაღაც ესეთ სიტუაციაში ჩაგაგდეს. ეს ჩემთვის ეს ბერლინის კედლის დაანგრევა იყო ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ მე ბერლინის კედელი მედგა საქართველოში. კედლის აქეთ ვიყავით ჩვენ, კედლის იქით იყო ის ხალხი, რომელიც ამ ქვეყანას ჭამდა, ღეჭავდა. და მე ვფიქრობდი, რომ იცი რა, ჩემს უკან მოდიან კიდე ვიღაცები, სხვა თაობა მოდის და არ ვიცი, ვიღაცამ ეს კედელი უნდა გაანგრიოს. და ის ადამიანები, აი დღეს, რომლებიც თქვენ ცხოვრებას აბრკოლებენ, თქვენ რა გონიათ ჩვენსაც არ აბრკოლებენ ეხლაც? 1 წელია ჩვენ ვიბრძვით. აი ვიბრძვით, მაგრამ ჩვენ კი არ ვიბრძვით, ისინი იბრძვიან. და ჩვენ უკვე როგორ ვართ, იცი, რაღაცა ესე ვიგერიებთ უკვე, ესე. იბრძვიან, რომ ეს ამბები თქვენამდე არ მოსულიყო. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რა ვიცი, ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს ერთმანეთთან, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ბევრი ვეცადოთ, აი წეგანაც თქვი. ყოველი ჩვენი ნაბიჯი არის უდიდესი ბრძოლის შედეგი. ხედავთ აგერ კომენტარებშიც ხედავთ, რომ ხალხი კითხულობს, სად არის ხელისუფლება, სად არის ეკლესია, სად არის მთავრობა, სად არის ოპოზიცია, სად არის ის, რატო არ გამოჩნდა არავინ, სად არიან ბიზნესმენები, რატო არავინ არ ეხმარება ქართულ საქმეს და ეს მართლაც ესეა. ხანდახან მგონია რომ სამყაროში ყველა ამოწყდეს შინრობის ზონებით ვარ აგერ კუნძულზე, მაგრამ მთავარი იცი რა არის, რომ მთავარი სურვილი და თქვენც უნდა ისწავლოთ ეს. როგორ იყოთ თქვენს ქვეყანაში ძლიერები და როგორ აკეთოთ ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ქვია საქართველოს გაგრძელება. ამ ვიდეოს წერთ ახალგაზრდებისთვის. ჩემო ძვირფასებო. ამ ვიდეოს ჩაწერა გადავწყვიტეთ ეხლა მხოლოდ იმიტომ, რომ როდესაც გავაკეთეთ ჩვენი გვერდი TikTok-ზეც, ნახეთ სტატისტიკა. და ერთი კვირის მანძილზე მილიონზე მეტი ნახვა და აქედან დაახლოებით 55% აღმოჩნდა 18-დან 35 წლამდე მაყურებელი. რა ძალიან გაგვიხარდა, ბუნებრივია, იმიტომ რომ ცოტა იყოს არ ველოდით. იმიტომ ჩვენი კონტენტი არ არის ერთი შეხედვით რაღაცა გასართობი, არ არის რაღაცა დროის გასატარებელი, ეს არის ისტორია, ეს არის რელიგია, ეს არის საზოგადოების ცხოვრება და რაც თავი საინტერესო ამბები, რომელსაც ვერსად ვერ ნახავთ და წაიკითხავთ. დღეს მინდა მოგმართოთ თქვენ. მოგმართოთ და უბრალოდ გესაუბროთ, იცი, ძალიან გულწრფელად, იმიტომ რომ არ შეიძლება არ გიყვარდეს თაობა, რომელიც მოდის და რომელიც არის საქართველოს მომავალი. ცხადია ხა, ზოგი 18 წლის არის, ზოგი მეტის არის და არ მინდა ეს დარიგებად აღიქვათ, უბრალოდ პატარა რაღაც მინდა ამბავი მოგიყვეთ. დღეს რაღაცა ესეთი არანორმალური პროპაგანდა, დღეს კი არა უკვე 30 წელია ქვეყანაში, რაღაცა გვაკნინებენ თითქოს, ქართველები ესეთები, ქართველები ისეთები, აბა აქ რა არის საინტერესო, თუ რამეა, უცხოეთშია, ზოგი გარბის, ზოგი გამორბის. ყველაზე ცუდი ის არის, თქვენი უფროსი თაობისგან, რომლებიც არიან თქვენი მშობლები, ხო, ბებია, ბაბუები, მათგანაც კი, ძალიან ხშირად მესმის ხოლმე, რომ აი რა უნდათ აქ, აბა უნდა წავიდნენ, უნდა მოძებნონ, რაღაცა გზაკვალი იპოვონ და მე ვხვდები, რომ ეს ყველაფერი არის არასწორი გეზი. არასწორი გეზი თქვენთვის, იმიტომ რომ რასაკვირველია, ყველა შეგიძლიათ წახვიდეთ, იმოგზაუროთ, ნახოთ, მაგრამ მოდით დავიწყოთ ამბავი თავიდან. როდესაც მე ვიყავი თქვენ ხელა,
ეს იყო არც ისე კარგი წლები საქართველოში, ხა ამას არ გავიხსენებ. ეს იყო 90-იანი წლები, როდესაც იყო შიმშილი, უშუქობა და მოკეფთელი ამბავი, როდესაც ხალხი ერთმანეთს ჭამდა რამის ცოცხლად ქუჩაში. და იმ დროს ერთი ნიჭიერი ბიჭი გამოჩნდა, მოდი ვთქვათ ბავშვი, ხო, ეხა იმ დროისთვის 15-16 წლის ბავშვია რა არის. რომელიც გახდა თეატრალურ ინსტიტუტის სტუდენტი და ძალიან მალევე როგორ გითხრათ, ძალიან მალევე გამოაჩინა თავისი შესაძლებლობები. ამას მოყვა რა? ამას მოყვა ის, რომ ვიყავი ძალიან პატარა, 18 წლის არ ვიყავი, როდესაც რუსთაველის თეატრში გამოუშვი პრემიერა, ეს იყო პროსპერ მერიმეს კარმენი. თან იყო რთული ნამუშევარი, იმიტომ რომ ეს არის ნოველა, არ არის პიესა, პიესაც გავაკეთე მე თვითონ. ანუ ტექსტი ხო ჭირდებოდა სპექტაკლს. პიესა გავაკეთე მე თვითონ, შევკრიბე ჯგუფი, გუნდი, დეკორაცია უნდა და მოკლედ ეს არის მთელი უზარმაზარი წარმოება, რომელიც გავაკეთე ერთმა 17 წლის ბიჭმა. და გამოუშვით პრემიერა, რომელზეც აი რა გითხრათ, მთელი დარბაზი ხო ტიროდა ფინალზე და მახსოვს ის, რომ როდესაც ოღონდ ეს მართლა გეუბნებით, სხვა სპექტაკლებზე არ მინახავს, აი არავის სპექტაკლზე არ მინახავს ესეთ რაღაცა. ისეთი ემოციური შოკი იყო, რომ მახსოვს პრემიერის დღეს, აი პარტერიდან ყველა ადგა, არც უკითხეთ შეიძლება არ შეიძლება, უხერხულია არ არის, თუმცა თეატრში შესაძლებელია, ხო? მთელი პარტერი ადგა, ამოვიდა სცენაზე და ვინ ვისეხვეოდა და ვინ ვისეხუტებოდა, მართალი გითხრათ, უკვე იქ ძნელი იყო გასარჩევი. რა თქმა უნდა, ამან მომცა უზარმაზარი სტიმული, იმიტომ რომ მე ვიყავი ახალგაზრდა, მქონდა ნიჭი შესაძლებლობები რაღაცა, ну, რაც იმ დროს შეიძლებოდა. ისევ ეს შესაძლებლობები რა იყო, ჩემ თავს ვეყრდნობოდი, ხო? და ჩვენ ვიყავით სახელმწიფო, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგავდა დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ და ბუნებრივია მქონდა დიდი мотиваცია, რომ მე უნდა ამეშენებინა ჩემს მეგობრებთან, თანამემამულეებთან, ვიღაცა უფროსებთან, უმცროსებთან ერთად. რაღაცა ძლიერი საქართველო. ეს წარმოიდგინეთ, როდის ხდება ძალიან ბევრი წლის წინ, ხო და არ ვიტყვი ხა ამდენი წლის წინ, ხო არ ვიტყვი ამხელავარ. ხო და ხვდებოდი იმასაც, რომ მე ვიყავი ძალიან ბევრისთვის სტიმულის მიმცემი, უფროსი თაობისთვისაც, იმიტომ რომ ჩამკვდარი იყო ყველაფერი და ეხა შენ რომ ძალიან დიდი ენერგია და ენთუზიაზმი გაქვს, სხვა ცოცხლდება. ამას მოყვა მეორე სპექტაკლი. ეს იყო უკვე მარჯანიშვილის თეატრში, იმიტომ რუსთაველის თეატრი რემონტზე იკეტებოდა მაგ პერიოდში და ჩვენ ვერ უსწრებდით პრემიერას. გამოუშვით მარჯანიშვილის თეატრში, ეს იყო კალდერონის ცხოვრება სიზმარია, სადაც დავისახეთ და ვეცდები ხა ფოტოები ჩავდო ვიდეოში, ან რაღაცა კადრი მაინც. გადავწყვიტე გამეკეთებინა შეუძლებელი რამ საქართველოსთვის და ეს შეუძლებელი დარჩა დღემდე, ძალიან ბევრი წელი გავიდა, ანუ რა გადავწყვიტე. ეხლა წარმოიდგინე ვარ ალბათ მაგ პერიოდში უკვე სადღაც 20 წლის და ნუ გვაქვს უკვე შესაძლებლობა უცხოურ არხებს თვალი ვადევნოთ, აქტიურად ხედავთ ოსკარის დაჯილდოებას, ოლიმპიადის გახსნებს და ხვდებით ეს მეც მინდა რომ ჩემ ქვეყანაში იყოს. აი ეს ბრჭყვიალა, ეს მაშინ იყო შავი საქართველო, აი შავი ბნელი, დენიგრაფიკით, რაღაცა ესეთი რაღაცეები და აი ამ ბნელ საქართველოში მეც მინდა ხვდებით რომ იყოს სინათლე, სიბრჭყვიალე, ფერები და როდესაც ავიღე ეს კალდერონის პიესა, გადავხედე და მივხვდი, რომ ეს რაღაცა ისეთი მაგიური ნაწარმოები იყო, რომ იქ შესაძლებელი იყო ყველაფერი მოგეხდინა, აი ლოგიკიდან გაქცეულიყავი, ასე ვთქვათ. და წარმოიდგინეთ იმ დროში აი როგორი კოსტიუმების გაკეთება გადავწყვიტე, იცი, რომელიც ჰოლივუდისთვისაც იშვიათობა იყო. აი იმ წლებში, როდესაც ჩვენ ამას ვაკეთებთ, ანუ პრემიერა იყო 2001 წელს. იმ პერიოდში იყო ახალი გამოსული შეყვარებული შექსპირი. და ამ ფილმს ეხლა თქვენ თუ ჩართავთ და გადაახოთ, ნახავთ ერთ რაღაცას, რომ მთელ ფილმში არის მარტო ჯუდი დენჩის კაბა ესეთი ძვირფასი, ის რამოდენიმე კოსტიუმი, რომელიც აცვია და დანარჩენი ლამაზია, ცხადია, მაგრამ არის უაპლიკაცი, ну, მოკეთ არ არის ძვირფასი. ანუ როგორ რაღაცა იცით, რომ კრიზისი უკვე მსოფლიოს ეტყობა იმ პერიოდში, გარდატეხაა და ყველა ცდილობს რაღაცა ის გააკეთოს და იმ დროს ახლა საქართველოში როგორ უნდა გააკეთო, არ მაქვს არც ერთი თეთრი. აი ამას რატო გიყვებით, იცით, რომ თქვენც ხო ფიქრობთ, რომ რაღაცის შესაძლებლობა არ გაქვს, გაგცარიელი ჯიბეები და არ იცი რა გააკეთო. არც ერთი თეთრი არ მაქვს, მაქვს მარტო პიესა, ვიწყებ აი ამ ტექსტს, მსახიობები შევკრიბე, მოვაგროვე ისევ და დავიწყე ძებნა, რომ იქნებ გამოჩნდეს კეთილი ადამიანი და ეს პირველად არ იყო ჩემ ცხოვრებაში ესეთი რამ, როდესაც შენ კეთილი განზრახვით მიდიხარ რაღაც გზაზე, აი გამორიცხულია რომ ერთმა ვიღაც კეთილი ადამიანი არ შეგახვედროს.
და იყო ასეთი ადამიანი, მე ხა ვიტყვი აუცილებლად მის სახელსა და გვარს, ირაკლი გეგეშიძე. მაშინ იყო ესეთი შამპანურის ქარხანა ბაგრატიონი და მისი დირექტორი იყო და ირაკლი რო ვუთხარით ეს მე და ჩემმა უბრალოდ ჩემმა მეგობარმა უთხრა რომ აი ზურა რაღაცა ამას აკეთებს თან მაშინ რაღაც პროექტებს ვაკეთებდი ილია ჭავჭავაძის მუზეუმის გადარჩენას საგურამოში ბევრი რაღაცებით ვიყავი დაკავებული არ ჩერდებოდი ის მუზეუმი სხვა შეს გადარჩენი რო ჩემი დიდი წვლილია მაგაში და ირაკლიმ რო თქვა რომ კი იცი როგორი დავრჩი რომ მეთქი რატო თქვა კი იმიტომ საქართველოს ყველა ამბობს არას დაფინანსებას ბევრი რო არ გავაგრძელო თანხა არ იყო დიდი დავჯექი ვისწავლე რა როგორი კარგება რა როგორი იკერება თარგი როგორი იჭრება ისტორიული კოსტიუმი როგორი იგება ისე რომ უკვე მე უნდა ვასწავლო სხვებს ხვდებით და პრემიერა შედგა საოცარი სანახაობა შედგა ამას მოყვა ის, როდესაც ვიფიქრე, რომ ეს ახლა ჩვენ უნდა გავიტანოთ უცხოეთში, უნდა გავიტანოთ სადღაც, არ ვიცი, რაღაცა უნდა ვქნათ, საქართველოს სახელი უნდა გავიდეს, 31 მსოფლიოს წამყვანი მუზეუმი და მომივიდა მოწვევა. ოღონდ ვერც ერთი ვერ განვახორციელე. ვერ განვახორციელე რატომ? იმიტომ რომ პრობლემა მუდმივად დგება დღის წესრიგში და ამასაც გეტყვით, სად როგორ უნდა მოიქცეთ. არც ხელისუფლება, არც მთავრობა, არც არავინ, ყველა იყო იმ ფულის წაგლეჯოზე, რომელიც იყო ბიუჯეტში, ხო და ეხა შევინ და გაფინანსებს. არა და ეხა თქვენ საზოგადოებრივ ხშირად დადიხართ და აი ერთ მუზეუმს გეტყვით, საიდანაც იყო მაგათაც მოწვევა. ვენაში ვინც დადიხართ ხშირად. ეხა ენას მოვიტეხო მეგრო იმათ ენაზე ვთქვა როგორც ქვია, მაგრამ ვენაში ვინც დადიხართ ხშირად, ხო, იქ არის უზარმაზარი საიმპერატორო მუზეუმი, დიდი გუმბათი რო ადგა და პირველი ის გამომეხმიერა თქვენი კოსტიუმები ჩამოიტანეთ. შემდეგ იყო ვენეცია. ანუ ვენეციის ამბამდე მოხდა კიდევ ერთი ძალიან დიდი ამბავი, აი მართლა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ზოგადად. არის ისეთი ფესტივალი, რომელიც არ შეიძლება ეხა ხელოვნება ვინც იცის არ იცოდეს, ეს არის ავინიონის ფესტივალი, რომელიც უძველესი და ყველაზე ესეთი დიდი ფესტივალია თეატრალური მთელ ევროპაში და ტარდება საფრანგეთში, ქალაქ ავინიონში. და მაშინ აი რაღაცა ესე იცი როგორი ტენდენციები იყო რომ აი მსოფლიოს კონდეს მეტი მიმღებლობა რაღაცა კულტურა გახდეს ხვებისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი და ავინიონის ფესტივალმა 60 წლის იუბილეუ უწევდა წარმოიდგინეთ თავისი იუბილესთვის გადაწყვიტა ასეთი რამ რომ დირექტორთა საბჭო დააკომპლექტოს მთელი მსოფლიო და ნათიკაცი უნდა იყოს და ნუ ნიჭიერი ხალხი კომპანიები რომლებიც მუშაობენ ხელოვნების სფეროში ყველა თავის წარმომადგენელი შეეძლო წარედგინა და იყო ნუ ძალიან დიდი კონკურსი ხა წარმოიდგინე საფრანგეთის მთავარი ფესტივალი ევროპის მთავარი ფესტივალია ხო ავინიონის ფესტივალი და მოხდა საოცრება კიდევ ასეთი რომ 5 დღეში თან მაშინ მახსოვს გაცემული ვიყავი ძალიან 5 დღეში როდესაც მომივიდა წერილი და საიტზე გამოაქვეყნეს რომ მე ვარ გამარჯვებულთა შორის იცით როგორი შოკი იყო ეს იყო დაუჯერებელი ამბავი ცხადია მათ ნუ ნამუშევრები ნანახი ჰქონდათ ეს ჰაერზე ეს არ მომხდარა იქაც შეიქმნა პრობლემა მაგ პერიოდში იყო უკვე აი ეს წინა ხელისუფლება რომელიც იყო და კულტურის სამინისტროში რომ მივედი კულტურის მინისტრამდე ასეთი პასუხი შემოთვალეს რომ ისო ავინიონის ფესტივალი არ წარმოადგენს საქართველოსთვის პრიორიტეტს და ინტერესთა საგანს ეხა დღეს როცა ესენი ერკინებიან ერთმანეთს ნაცები კოცები ისინი ესენი რა ვიცი ვიღაცები ერთმანეთს ესეც გაითვალისწინეთ ზოგადად რომ ვისთვის როდის რა არის პრიორიტეტი გინდა იმ დროში და გინდა ეხლა ხო მაგრამ გამარჯვება ხო მოხდა შემდეგ წელს არა რაღაც 2 წელი გავიდა თუ რა იყო აღარ მახსოვს მოკეთ 2008 წელია საქართველოში ჯერ არ არის აგვისტოს ომის ამბავი დაწყებული და მე კოლექცია აი ამ კოსტიუმების კოლექცია წარადგინე ბიენალეზე და ბიენალე იყო მთლიანად დაკომპლექტებული ხვდებით და შეუძლებელი ექსცვლილება და იყო დირექტორი ეს ცნობილი ადამიანი მარკო მელერი რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რომ თქვენ თუ დროულად მოგვაწვდით ყველაფერს და ნამდვილად ჩაერთვებით აქ ჩვენ აი ამ პროგრამებს შევცვლით ანუ ის ხო დამზადებული უკვე ბანერები რაღაცები და ჩაგრთავთ და მოკლედ ეხა ხო გინდა სივრცე გინდა სად გამოფენა გააკეთო და ავაწრიალე მთელი ვენეცია იქ არის მოჩენიგოების პალაცო საიდანაც დოჟები მოდიან საერთოდ ვენეციის იქ დავგეგმეთ გამოფენის გაკეთება რომ იქ უნდა იყოს და რასაკვირველია ეხა მაშინდელმა კულტურის მინისტრმა მოკლედ
არც ხო თქვა და არც არა, მოგეთ ესე გადაგვაგდო ასე ვთქვათ რა და ეხლა დღეს ძალიან აკრიტიკებს ხოლმე სხვა შორის კიდე კულტურის სფეროში რაც ხდება იმ ამბებს. ხო და მე აგვისტოს ომი რო დაიწყო, ჯერ ეს ვენეციის ბიენალე დაწყებული არ არის და მივედი ვუთხარი რომ მეთქი ხალხო დღეს ყველაზე მეტად საქართველოს ჭირდება ეხლა სოფლიოს მიაწვინოს ხმა. მაშინ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ჩვენ თუ ბიენალეზე გავალთ, სადაც მთელი მსოფლიოს ვარსკვლავები ვინაღარ ეხლა ნახავთ თქვენ თუ ვინც არის ბიენალეს. გუგლით ჩვენ იქამდე შეგვიძლია ხმა მივიტანოთ საქართველოში რა ხდება ნიუანსების დონემდე, მაგრამ ნუ რასაკვირველია ეს ამბავი შეიძლება არც აწყობდათ. ამ ყველაფრის პარალელურად იყო ასეთი რამ. არის ერთი ესეთი პროდიუსერი, ძალიან ცნობილი, ვინც არ იცით, შეგიძლიათ YouTube-ში მოძებნოთ მისი კონცერტები და არ არსებობს ეს კაცი ნანახი არ ყავდეთ და რაღაცა სადმე ეს კონცერტი ნანახი არ ქონდეთ. არის ესეთი პროდიუსერი დევიდ ფოსტერი. ნუ მოკეთ პროდიუსერი რომელიც მადონას, მაიკლ ჯექსონის და რა ვიცი თუ ვინმე მაიკლ ბაბლი და ვიღაცები ყველა პროდიუსერი იყო და ჩვენ ქონდა კვეთა რაღაცნაირი. ეხა არ მოვყვები როგორი, მეც ხომ აქვს ჩემი კომერციული საიდუმლოებები და იყო ესეთი შემოთავაზება, ამ კაცმა თქვა რომ დღეს ახალგაზრდები მღერიან სხვა ტონალობაში ბიჭებზე ალაპარაკი, შენ გაქვს სხვა ტემბრი, სხვა ტონალობა და ყველაზე მთავარი რა ქართულს ხმაში. აი ეს რაღაცა სხვანაირი სულიერება, ხო, რაღაცა სხვანაირი ბგერა, რომელიც თქო სხვას არ აქვს. შეიძლება შენზე მაგარი ვოკალი აქვს და მი ბემოლს იღებს და სი ბემოლს კიდე, მაგრამ სხვა რაღაცაზე ლაპარაკი და ჩემთვის ეს არის საინტერესო და მითხრა რომ მოდი გააკეთე ფოტოები, ანუ რაღაც პორტფოლიოსთვის, გააკეთე ჩაწერე რამოდენიმე სიმღერა საცდელად უბრალოდ მოსასმენად, თუ ჩვენ ეს განვიხილოთ, ნახოთ რა როგორანაირად და მე ყველაფერს შევფუთავ იმისთვის, რომ თქვათ, შემდეგი ეტაპი იყოს უკვე დიდ ბრიტანეთში, მაშინ არ ვიცი იქ რა ეთყობა რაღაც სტუდია ქონდათ. დიდ ბრიტანეთში გავაკეთოთ ჩანაწერები და უკვე ვიფიქროთ იმაზე, ეს როგორ გაიყიდება. და მართლაც მე ჩავწერე მაშინ რამოდენიმე სიმღერა, რაღაც 5 თუ 6 სიმღერა ჩავწერე რაღაცა ზოგი ფრაგმენტი, გავაკეთე ეს ფოტოებიც, გავაგზავნე. იყო კიდე ერთი თემა ეს რჩებოდა, კენედის ცენტრმა გამოაცხადა კიდე ესეთი კონკურსი. რომ იქაც ესე 10 ეს იყო სხვა შორის აი კალდერონის მერე 2001 წელს რომ უნდა აერჩიათ 10 ახალგაზრდა, ნუ შეევსოთ უნდა ახალი სისხლით, ხვდები თავისი შოუ ბიზნესი ასე ვთქვა და უნდა აერჩიათ 10 ადამიანი მთელი მსოფლიოდან, რომელიც გაიმარჯვებდა, რა თქმა უნდა, იცხოვებდა ამერიკაში, აფინანსებდნენ ყველაფერს, იქ მთელი უზარმაზარი რო არ მოგატყუათ ერთი 30 ფურცლიანი თუ გვერდიანი ესეთი ნუსხა იყო, სადაც ეწერა პროგრამა, აი მთელი პირობები ხელშეკრულების, რომ სად იმუშავებ NBC-ს არხზე, იმაზე, იქ უნდა ისწავლო, გრაფიკი იყო ძალიან მძიმე, იმიტომ გაცნობდნენ წინასწარ. და შემდეგ ამის დამთავრების მერე 10 წელი უნდა გეცხოვრო ამერიკაში და ნუ ეს რესურსი უნდა მოგეხმარებინა იმ ქვეყნისთვის. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი რომ მაშინ ჩემთვისაც ეს რა თქმა უნდა იყო ძალიან საინტერესო და იყო ესეთი მომენტი რომ ამდენი შანსი გაქვს შენ წახვიდე. და რატომ უნდა წახვიდე? უნდა წახვიდე, იმიტომ რომ ხარ ნიჭიერი და ყველა ნიჭიერი მიდის, იმიტომ საქართველოში არავინ არაფერს არ გაღირსებს ასე რომ ვთქვათ, ხო? ეს თქვენც იცით ახლა უკვე ხედავთ, პატარები აღარ ხართ. მაგრამ იცი რა მომენტი მოხდა? გადამწყვეტ მომენტში როდესაც დავფიქრდი აი იმ წინააღმდეგობებზე, რაც მუდმივად ვხვდებოდა და სხვა შორის დღესაც ვხვდება, მივხვდი რომ იცი რა ვიღაცამ უნდა იბრძოლოს. თან მანამდე ხო სუგვესმოდა შევარნაძემ ბერლინის კედელი დაანგრია, შევარნაძემ ბერლინის კედელი დაანგრია და ამით იყო შევარნაძე ჩვენი მეფე, ხო, რომ ბერლინის კედელი დაანგრია და მე მქონდა ვალი. ბერლინს კი არა. ხო და ეს ჩემთვის ეს ბერლინის კედლის დაანგრევა იყო ძალიან სიმბოლური, იმიტომ რომ მე ბერლინის კედელი მედგა საქართველოში. კედლის აქეთ ვიყავით ჩვენ, კედლის იქით იყო ის ხალხი, რომელიც ამ ქვეყანას ჭამდა, ღეჭავდა. და მე ვფიქრობდი, რომ იცი რა, ჩემს უკან მოდიან კიდე ვიღაცები, სხვა თაობა მოდის და არ ვიცი, ვიღაცამ ეს კედელი უნდა გაანგრიოს. მიუხედავად წინააღმდეგობისა უნდა გაანგრიოს. და მივხვდი, რომ აქ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, ვიდრე აი ჩამედინა, იცით რა, აი ეს ეგოისტური უნამუსობა, ესე ვიტყოდი, რომ ეხა მე ვთქვათ, რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, მაღალი ანაზღაურებით დამждარიყავით, თუნდაც კალიფორნიაში, სადღაც იქ ლოს-ანჯელესში, დამждარიყავი და იქიდან
როგორც დღეს ბევრი იქცევა. იქიდან ესე მეყურა საქართველოს მოვლენებისთვის და მე კომენტარები დამეწერა ეს როგორც წერა ეს თქვენ საქართველოში რაღაცა. ეს არ შეიძლება და საერთოდ დღესაც არ შეიძლება. და მოკლედ მე და გიორგი ჩემმა მეგობარმა გადავწყვიტეთ რომ მთელი რიგი პროცესები უნდა დავძრათ, რომელსაც ეყოლება ბევრი მიმდევარი და ესეც მოხდა. პირველი ძალიან მასშტაბური რაც ჩვენი ძალებით გავაკეთეთ ეს იყო რომ ხედავდით რომ უამრავი ხუროთმოძღვრული ძეგლი იყო გაფენილი ტყეში, სადღაც მინდორზე, მიკარგულში, როგორც საქართველოში, საქართველოს ფარგლებს გარეთ და დავიწყეთ ჩვენივე ბიუჯეტით, მას შესაძაც აი ეს ბიუჯეტი რაც წესით ამას ნახმარდებოდა, სხვების მუცელში ჩადიოდა, ჩვენი ბიუჯეტით გადავწყვიტეთ, რომ დაგვეწყო აი ამ ფოტო არქივის გაკეთება და ძალიან ბევრი კუთხე მოვიარეთ. ამან ბევრი რამე მოგცა, იცი? იმიტომ რომ ბევრი ხალხი გავიცანით სხვადასხვა კუთხეში, მე ზოგან ხო ორჯერ სამჯერ ჩავდიოდით, ამ ხალხს უყვარდით, ჩვენ გვიყვარდა და რაღაცა ქართული პროცესები დაიძრა. შემდეგ ქონდა ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში, რომელიც იყო ძალიან საინტერესო. ეხლა დღესო დარბის ყველა ტაო-კლარჯეთში ესე არ იყო, მაშინ ის ერთი მონაკვეთი დროის, როცა ჩვენ წავედით, იყო ძალიან რთული, როდესაც თბილისში ამბობდნენ, რომ აი მამაოებს არ უშვებენ, ანაფორით არ უშვებენ საზღვარზე, ჯვრით და რაღაც იყო პრობლემები. ეხლა დღეს რომ მე თავს მოიშტერებენ ხოლმე, ეს არ არის. რაღაცა ეტაპზე ეს პრობლემები იყო. არ იყო ესე თავისუფალი წადიმოდი, მარტივად რო ვთქვა. გავაკეთეთ ეს, იყო რაღაცა მიწვევები ტელევიზიაში, ბევრი გადაცემები, ბევრი სტატიები, იყო ცხადია, იყო. შემდეგი თემა უკვე ჩდება ათონის მთა, როდესაც ჩვენ ცხოვრებაში შემოდის უდიდესი მოვლენა, საკურველმოქმედი ხატი, დედოფალის სიხარულის მომნიჭებელი, რომლის მცველებიც ჩვენ ვართ და ამ ხატმა არსობრივად შეცვალა ყველაფერი, იცით, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა იზრდება, შენთან მომლოცველები მოდიან ბევრნი 100,000-ობით და უკვე სხვა ეტაპი იწყება შენ ცხოვრებაში. და როდესაც ჩვენ ათონის მთაზე წავედით, იქა ძალიან საინტერესო ამბავი იყო. იმიტომ რომ ბევრი დადის მიდიმოდის ათონის მთაზე, მაგრამ ჩვენ წასვლის წინ რომ მოვიძიეთ, რომ აქ არაფერი ინფორმაცია არ არის, მასალა არ არის, არაფერი არ არის, ისევ ინფორმაციული კუთხით წავედით, რომ ძალიან საინტერესო მასალა ჩამოვიტანეთ იქიდან და დავიწყეთ რაღაცა თხრობა რა არის საერთოდ ეს რა სამყაროა. და შემდეგ იწყება მთავარი. აი რასაც თქვენ დღეს უყურებთ და რაც გრძელდება, აი რასაც უყურებთ TikTok-ზე, უყურებთ Facebook-ზე, ჩვენ გვერდზე და ეს ყველაფერი გრძელდება უკვე 10 წელზე მეტია. ეს არის იერუსალიმის თემა, ანუ ქართული იერუსალიმის თემა. ჩვენ თავდაპირველად ცხადია ხატთან ერთად ჩავედით იერუსალიმში, ქონდა სხვა მიზნები, როდესაც ეს ისტორია იწყებოდა და მოგვეცა საშუალება იმისა, რომ აი 300 წელი რო არაფერი ბოგინი არ იყო ქართველების წმინდა მიწაზე, ჩვენ დავაბრუნეთ ქართველთა სახელი და იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შევქმნით ქართველთა კუთხე. ეს ეხა ვიღაცისთვის არის ძალიან მარტივი მოსასმენი ამბავი, მაგრამ მე ეხა მინდა ორი სიტყვით აგიხსნათ საერთოდ რატომ რა არის ეს იერუსალიმი ასეთი. გარდა იმისა, რომ იქ არის მაცხოვრის საფლავი, თქვათ, ღვთისმშობლიშობის სახლი და გოლგოთა და სხვადასხვა წმინდა ადგილები, ხო? იცით რა, იერუსალიმის ამბავი, ხა მე ისტორიას არ მოვყვებით, ცხადია უზარმაზარს 1 საათი არ ეყოფა ამას. იერუსალიმი დავით მეფსალმუნემდე არსებობდა, ხო, ეს იევუსელები ცხოვრობდნენ, იქ იყო ესეთი ხალხი. მაგრამ დავითმა, როდესაც ეს ქალაქი დაიპყრო და ასე თქვა დავითის ქალაქი გახდა. იქიდან ამ ქალაქს აქ რაღაცა, როგორ გითხრათ, რაღაცა კოდი აქვს თითქოს ესეთი, იცით, რომ ეს ხდება ძალაუფლების ცენტრი ყველა ეპოქაში. ვისიც არის იერუსალიმი, იმისი სახელი ჟღერს სოფლიოში, ასე თქვა, აი ძალიან რომ გავამარტივოთ ეს ამბავი. და სწორედ ამიტომ იყო, რომ აი თუ გაქვთ ნანახი ზეციური სამეფო ფილმი, იქ არის ესეთი ფანტასტიკური პატარა ეპიზოდი, როდესაც სალადინი აიღებს საბოლოო ჯამში იერუსალიმს და როდესაც მას ეკითხება, რომ რა არის შენთვის იერუსალიმი, ის პასუხობს, რომ არაფერი. მაგრამ ყველაფერი, ხო? იმიტომ რომ ძნელია სიტყვით თქვა, რა არის ეს ქალაქი ბოლო-ბოლო, რომელიც 1 კვადრატული მეტრია.
კილომეტრია, უпростად 1 კვადრატული კილომეტრია სულ ფართობი. მაგრამ იქ იწერებოდა მსოფლიო ისტორიები, იქიდან ხდებოდა ძალიან ბევრი ამბები. მაგრამ ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ჩვენ გვქონდა ქართველებს დაკარგული ცნობიერებიდან ამოთხლეზილი ის, რომ იერუსალიმში უმთავრესი ძალა საუკუნეების მანძილზე მაშენებლები იქ უკვე იყვნენ მე-4 საუკუნიდან ქართველები და მოვიდნენ უკვე შენების პროცესი აღარ იყო 1855 წლამდე, მაგრამ 1855 წლამდე კიდევ ვიღაც თითო როლა ადამიანი კიდევ სადღაც იყო ქართველი. თუმცა იყო პერიოდი 1300 წელს მაგალითად, როდესაც საერთოდ სამართავად გადაეცათ. ამას ჩვენ ფილმებში ნახულობთ თქვენ ყველაფერს, მე აღარ მოყვები ამ ისტორიებს უпростად. მე და გიორგი ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რომ ეს საოცარი ისტორიები მოგვეტანა თქვენთვის, მაგრამ რატომ გვინდოდა მოგვეტანა თქვენთვის? იცით რომ თქვენ გწოდნოდათ, რომ თქვენ ხართ იმ ერის და ქვეყნის შვილები, რომელსაც ბადალი არ ყავს მართლა მსოფლიოში. და როდესაც ზოგიერთი ქართველი, ზოგჯერ ესეთები ხო ცოტანი არიან, ისეთი პაწაწკუნტელები, მაგრამ ხო არიან მაინც იშაყვარილი პაწაწკუნტელა ქართველები, რომლებიც კომენტარში დაწერენ, რომ აი ეხა არ ვიტყვი იმერს, ეხა იმათაც ხო თავის გასჭიროებიათ ესენც შძულს აყენებენ, იმაცავით მოგდითო, იმაცავითო, რომ ყველაფერს ქართულს არ ქმევთო და არაფერს არ ვარქმევთ ქართულს, რაც არის იმას ყვებით. და ეს იმიტომ გონია ამ ხალხს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, ცნობიერებიდან ამოგლეჯილი იყო. ანუ პრინციპი რა იყო? ქართველს არ უნდა ცოდნოდა ვინ არის. და დღეს თქვენ ზუსტად ასე ხართ. იცით, ვუყურებ აი 15, 16, 17, 20-ის, გინდა 30-ის უკვე, იმიტომ რომ ის 30-იც უკვე სხვა თაობაში მოყვა, ადამიანებს, რომლებიც სულ ძიებაში არიან. სულ ძიებაში არიან და თქვენ უკვე იცით ვის ემსგავსებით, ცუდად არ ვამბობ ამას, პირიქით რაღაცა უკეთესობისთვის ვამბობ. აი ხომ გინახავთ, არის რაღაცა მცენარე სახელი დამავიწყდა ეხლა და ტყუილა არ დავიწყებ იმის ძიებას. არის ესეთი მცენარე უდაბნოსი, რომელიც იზრდება უდაბნოში და შემდეგ როგორ გრძელდება მისი ცხოვრება. მოწყდება ფესვებს და ქარს ამ ბარხანებზე მიაქვს, მიგორავს და არის ადგილის ძიებაში ეს მცენარე. შეიძლება რა ვიცი, ერთი 100 წელი იგოროს, იმიტომ რომ გამომშრალია, გამხმარა, შიგნით ესეთი თესლებია მისი და თუ ოდესმე რამე ადგილი იპოვა ესეთი სახარბიელო, სადაც შეუულია რომ ფესვი მოიკიდოს, ისი განაგრძობს ცხოვრებას და მრავლდება. დღევანდელი ჩვენი ახალგაზრდები აი რაღაც ესეთ სიტუაციაში ჩაგაგდეს. თქვენ კერჩაც ვიდით, ჩაგაგდეს. როდესაც რაღაცა ყველა გიბიძგებს, რომ იქ წადი, აქ წადი, იქ მოძებნით, თავს დაიმკვიდრებ, უფრო კარგი, არ არის კარგი. არ არის კარგი. თქვენ უნდა იცოდეთ ვინ ხართ. პირველ რიგში. თქვენ ქვეყანაში აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ევროკავშირია, რაღაცა ვიღაცის კავშირია რუსეთის, ჩინეთის, არაბეთის თუ ვისიც გინდა ის იყოს. არავის არ აქვს ის ისტორია და წარსული და ის ფესვები, ის ნიჭი, რაც თქვენ გაქვთ და სიძლიერე, რაც აქვთ ქართველებს. და არავის საქმე არ არის საერთოდ რა ხდება აქ. და ის ადამიანები, აი დღეს, რომლებიც თქვენ ცხოვრებას აბრკოლებენ, თქვენ რა გონიათ ჩვენსაც არ აბრკოლებენ ეხლაც? 1 წელია ჩვენ ვიბრძვით. აი ვიბრძვით, თქო ჩვენ კი არ ვიბრძვით, ისინი იბრძვიან. და ჩვენ უკვე როგორ ვართ, იცი რაღაცა ესე ვიგერიებთ უკვე ესე. იბრძვიან, რომ ეს ამბები თქვენამდე არ მოსულიყო. აი ხო ხვდებით ვიღაცის ელიბოსავით ღვინის კურდებში როა ვიღაცის ძროხა რო ხბოს მოიგებს, რო არ იციან უკვე გადაცემა რაზე გააკეთონ და რაზე ილაპარაკონ, რომ რაღაცა ხო უნდა უთხრან ამ მაყურებას ერთ და იგივე ჯერ როგორ შეიძლება ერთი და იგივე მომღერალი ქალის პირად ცხოვრება ვნახოთ ხო 30 წლის მანძილზე რა იყიდა რა გაყიდა რა ჩაიცვა ვის გაყვა. ამიტომ ხო ეძებენ თემებს და ვიღაცის ძროხა რო იმას რა ქვია ხბოს მოიგებს იმაზეა გადაცემა. და ეს ბომბია საქართველოში ჩამოტანილი, ისეთი ვიზუალური მასალა საინტერესო ამბები იერუსალიმიდან, მაგრამ ქართული მედიისთვის ქართული მედია ამ ყველაფერს ბლოკავს. ქართული მედია ამ ყველაფერს იმიტომ ბლოკავს, რომ ვიღაცა ბიძიები და დეიდები ბლოკავენ ხო ამ თემას, რომ ეს თქვენ არ უნდა გწოდნოდათ, მაგრამ აი სწორედ ამიტომ გავაკეთეთ, ნახე ამ ხელს სტიმული იყო. სწორედ ამიტომ გავაკეთეთ TikTok-ი. საერთოდ შტერები და ბოღმები ვერ იგებენ ცხოვრებაში, ხო იცით და ამიტომ გეუბნებით, რომ თქვენ ხართ ძალიან ნიჭიერები პირველ რიგში, რასაც მე ვუყურებ.
თქვენ გჭირდებათ იპოვოთ საკუთარი თავი. რა უნდა აკეთოთ? და დღეს ეს ვიდეო მიმართვა თქვენთვის რატო ჩავწერეთ, იცით რომ აი ბევრი ვიფიქრეთ მე და გიორგი, მე ხა გიორგი მიღებს აქ წინ ამ ვიდეოს როგორც ყოველთვის და ბევრი ვიფიქრეთ და რადგანაც აღმოჩნდა ისე რომ ახალგაზრდებს ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდათ ამ ფილმებისა, რომელსაც ნახულობენ, იმიტომ ჩვენ სტატისტიკას ხო ჩვენ არ ვადგენთ, თვითონ გთავაზობ სოციალურ ქსელი, ვინ ნახა. იცი რა გადავწყვიტეთ? გადავწყვიტეთ ასეთი რამ, რომ ჩვენ და თქვენ უნდა ვიყოთ ძალიან კარგი მეგობრები ერთმანეთისა. ჩვენ ძალიან ბევრი გამოცდილება დავაგროვეთ, გვაქვს ბევრი ცოდნა, რაც თავარია საჭირო ცოდნა, გვაქვს ძალიან აქტიური გვერდები. აი ხა ერთ კვირაში, როდესაც მილიონებს ცილდები, თქვა TikTok-ზე, როდესაც შენ არავინ არ ყავდა, არაფერი არ გქონდა, არაფერი შეგჭირდებოდა, მაგრამ თქვენთვის გავაკეთეთ მართლა TikTok-ი. თორე ჩვენ რეალურად Facebook-ზე რაც გვაქვს გვერდი დედოფალი, რომელიც ჩვენი ხატის სახელს ატარებს, ეს გვერდი არსებობს უკვე 10 წელზე მეტია და მას ძალიან 100,000-მდე გამომწერი ყავს და იმას 14 მილიონ, აი ვიდეოს ჩაწერის წინ ნახე, მოკლედ 14 მილიონ რაღაცა ციფრი ეწერა, მნახველი აქვს აი ამ ფილმებს ბოლო პერიოდში, ხო? და ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ესეთი რაღაც, რომ ჩვენ და თქვენ უნდა ვიმეგობროთ. იმიტომ რომ ჩვენი განწყობები თქვენს მიმართ ძალიან დადებითი. ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრს არსცალია თქვენთვის. და მიუხედავად იმისა, რომ არც ჩვენ ვართ დროით, ასე ვთქვათ, განებივრებული, იმიტომ რომ ბევრი დაგვიგროვდა საკეთებელი, ყველა საკეთებელი, რომ შენი საკეთებელი ხდება, ბევრი გროვდება, მაგრამ ვიფიქრეთ მე და გიორგი, აი გუშინ, რომ მოდით ჩავწეროთ ეს ვიდეო, მივმართოთ აი ესე ბავშვებო. කොහොმද ეს დამაკნებელი არ არის, ეს ბავშვებო არის სიყვარულის დათქვავი, ხო? მოდით, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. არ ვიცი, რაღაცა ბევრი საინტერესო რამ უნდა გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ ის, რომ თქვენ თაობას მიაწოდოთ ეს ფილმები, რაც თავარია. მათ ჭირდებათ, მე ვხედავ, აი ტრანსპორტით როცა დავდივარ, მე თქვენსავით დავდივარ ქუჩაში, იმით თვითმფრინავით ხარ დავდივარ, არა? ვხედავ, რომ აი ტელეფონი რო უჭირავს, რაღაცას ეძებენ, სკროლავენ გაუთავებლად, იმიტომ რომ ის შემოთავაზებული ნაგავი, რომელსაც რაღაცა გლობალისტები ხალხის სამართავად უშვებენ ამ სოციალურ ქსელებში, მათ არ აინტერესებთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ქართველები, სხვა გენეტიკა გაქვთ. სხვა გენეტიკური ინფორმაცია მოყვებათ უჯრედებში, რომელიც თქვენ გთხოვთ რაღაცა საინტერესოს, მნიშვნელოვანს, კარგს, არ ვიცი, დიდ ამბებს. ეს თქვენი გენეტიკური კოდი, ეს დნმ ესეთი გაქვთ თქვენ. პლუს ამას სხვანაირი ინტელექტის ბავშვები ხართ თქვენ დღეს, ვინც ხართ ახალგაზრდები, გონება გახსნილები, ცხოვრება სხვანაირად უყურებთ და თქვენ სხვა რამ გჭირდებათ. და არა ის, რასაც TikTok-ზე დებენ, რაღაცა ტერორ ვიდეოებს არც ვიტყვი ახლა როგორებს, ხო? აი სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომ მოდით ერთად საინტერესო ამბები გავაკეთოთ. გამოჩნდით ჩვენს გვერდზე, რაღაცას მოიწერებით, რაღაცას ჩვენც მოვიწერებით. ჩვენ როცა ხატს გამოვაბრძანებთ ხოლმე, იცით როგორი ამბავია, რომ აი ბევრი მოდის 14 წლის, 15 წლის და აი ბოლო ამბავს გეტყვით, თუნდაც ერთს როდინდელს იცი, პარასკევის. იყო ერთი ბავშვი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები, ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, უცნობი და დეიდამ მოიყვანა ჩვენთან. და დაუჯექი ამბავს ველაპარაკე და ამ მოკლედ როგორც მე ვიცოდი წინა სურათი, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია. ესე ვიცი, რომ არის უმძიმესი სიტუაცია, ხვდებით? რომ უმძიმესი სიტუაცია საშველი არ არის ესეთი და მე ვთქვა რომ მეთქი დაველაპარაკები თქო ამ ბავშვს თქო რა და დავჭექით იქ ბაღის კამზე იქ ეკლესიის ეზოში და ჯერ ხო აღმოჩნდა იცი როგორი აი როგორი ბავშვი იყო იცი ნუ მოზარდი ჯერ რაღაცა თბილი გულკეთილი ისეთი მოწიწება ქონდა, ისეთ სიყვარულს გამოხატავდა, ხო სრულად უცხო ხა პირველად ხედავს. და როდესაც ვესაუბრებოდი და როდესაც რაღაც ამბებს უყვებოდი, რომ ისო თავის პრობლემებს ამბობდა, მე უყვებოდი ეს როგორ იყო ჩემთვის, ჩემ დროს, ჩემ პირად ცხოვრებაში, ჩემ გამოცდილებაში. აი ეს უდიდდებოდა ხოლმე სუთვალები და იცი როგორი მომენტი იყო, რომ მივხვდი რომ რამე უბედურება კი არ ხდება კაცო ჩვენს თავს. უბრალოდ რაღაცა
სწორი მიდგომა, მეგობრებია საჭირო. ხვდებით? სწორი მეგობრები, ურთიერთობა. ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ რა ვიცი, ვიყოთ მაქსიმალურად ახლოს ერთმანეთთან. იმიტომ რომ როგორც არ უნდა ბევრი ვეცადოთ, აი წეღანაც თქვი. ყოველი ჩვენი ნაბიჯი არის უდიდესი ბრძოლის შედეგი. ხედავთ აგერ კომენტარებშიც ხედავთ, რომ ხალხი კითხულობს, სად არის ხელისუფლება, სად არის ეკლესია, სად არის მთავრობა, სად არის ოპოზიცია, სად არის ის, რატო არ გამოჩნდა არავინ, სად არიან ბიზნესმენები, რატო არავინ არ ეხმარება ქართულ საქმეს და ეს მართლაც ესია. ხანდახან მგონია რომ სამყაროში ყველა ამოწყდეს შინრობის ზონებით ვარ აგერ კუნძულზე, მაგრამ მთავარი იცი რა არის, რომ მთავარი სურვილი და თქვენც უნდა ისწავლოთ ეს. როგორ იყოთ თქვენს ქვეყანაში ძლიერები და როგორ აკეთოთ ყველაზე საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რასაც ქვია საქართველოს გაგრძელება. ძალიან მიყვარხართ და გელოდებით.